გამარჯობა, ვერტყო, ნინო. ჩვენ ვართ ახლა შიშან გრუპში, ჩვენს დედა კომპანიაში, რომელიც არის ყველაზე ლამაზი და დღევანდელი ბლოგი იქნება ულამაზესი, უკარგესი და ყველაზე საინტერესო და გასართობი. ნახოთ რა იქნება დღეს. კლედ მესამე დღეს გათენდავენ ჟოუში და დიდი მონდომებით წავედით გალა დღისკენ, რომელიც იყო ყველაზე მეტად დატვირთული და საინტერესო თავის დაჯილდოვებებით. ყველა ჩვენი დიდი კლიენტი აქ იმყოფებოდა. მოკლედ გახსნა ასეთი ვიდეოთი, სადაც მოგვახსენეს რამხელა მოგება ქონდა და 1 ბილიონი ბრუნვა ქონდა წელს მარტო კომპანიას. ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა დაიწყო გახსნა ეს AI ქონდა გვერდზე, რომელიც თარგმნიდა ეს უკვე სონიას უფროსია და ჩვენი უფროსი პირდაპირ ლაირენი. ესეთი შოუები იყო და ასე შემდეგ. მე უკვე გამოვტოვე ყველაფერი, იმიტომ რომ შეხვედრაზე გადავედით დაბლა ძალიან და იმ მარტინთან ერთად შევთანხმდით, რომ ძალიან დიდი პროექტი ავიღეთ ჩეხეთში, რომელიც არის ძალიან მალე იქნება რომელიც არის უკვე პროგრესში და ესე შამპანურის გახსნით ავღნიშნეთ. აქ იყო უკვე მთელი ჩემი თანამშრომლები და ეს კლიენტები და ჩემი აღმასრულებელი დირექტორი როცა მოვიდა მითხრა რომ ძალიან გიხდება შამპანურის ბოთლიო. მოკლედ ამ ყველა დაჯილდოებების და ჟიამურის შემდეგ გადავედით ჩვენს დედა კომპანია შიშან გრუპში, რომელიც არის ნომერი 100 მსოფლიოს მასშტაბით თავისი სიმდიდრით და ეს ულამაზესი უნივერსიტეტი აქვს სასწავლო და დავათვალიერეთ და გავერთეთ. შემდეგ უკვე რაღაც ფოტოსესიებიც ჰქონდა ჩემ თანამშრომლებს და უკვე საღამოს გადავინაცვლოთ გალა პარტიზე, რომელიც იყო ჩინური შოუებით, უამრავი სასმლით და ისე მაგრა გავერთეთ ყველა. ეს ჩემი რუმინელი კლიენტი სონიას ერთად ცეკვავდა და ყველა ძალიან მაგრა გაერთო. მაგრამ ერთ ეს რაღაც დაგვემართა ინვესტორები, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ, დაგვეკარგდნენ და იქ იყო ყველაზე საშინელება, ამიტომ ადრე წავედით პირველ საათზე. აქ მთელი ამბები იყო ამ ჩემმა რუმინელმა გოგომ მიიღო უამრავი ვარდები და ბუშტები და ასე შემდეგ ძალიან გავერთე. იმ ორჯერ წაიქცა, მე ერთხელ წავიქცი, მაგრამ აქ მაინც ავღნიშნავდით შამპანურის ჩვენს მომავალ კონტრაქტს. ძალიან კაი იყო. შემდეგ უკვე ცეკვავდით სცენაზე და აი არ ვიცი, ყველას ძალიან მაგრა ახსოვს. და იქ უკვე თქვენ აი აქ უკვე ხედავთ რამდენი რამე მიიღო კაბილიამ და მაინც გავაგრძელეთ ცეკვა თამაში. ესეთი სიტყვაც თქვენ გეძღვნებათ. გამარჯობა! და უკვე ძალიან თამამი მოძრაობების და ცეკვების შემდეგ, როცა ყველაფერი დაიმხო, ჩემი კლიენტებიც დაიკარგნენ და ვიპოვეთ, გადავინაცვლეთ სახლში და დავიწყეთ. მეორე დღეს ესეთი აქტიური დღე გვქონდა, კარტინგები და აქ უკვე ჩემი კლიენტებიც იყვნენ გამოფენილი ამ მანქანაზე დაჯილდოების. კარტინგები ძალიან კაი იყო. თქვენ იცით როგორი ძალიან მაგარი ვარ და პირველი ადგილი ავიღე ბოლოდან. მაგრამ აი ძალიან გავერთე პირველი წლისთვის არ იყო ცუსი, ესე დავრბოდი ლაბირინთი და ლაბირინთში. იდეაში რო არ მოგატყუოთ, თავიდან ვიგებდი, მაგრამ შემდეგ უკვე ის თისასწაული რაღაც გადამხდა, ეხლა რომ დაინახავთ მივხვდებით რატომ გავედი ბოლო ადგილზე და ესე გავიჭედე, გავლამაზი და გამომათრიეს, მაგრამ გული არ გავიტეხე, მაინც კარგად შევჭამე, დავლიე და უკვე საღამოს გავუფრინდით შანხაიში. ამიტომ დაელოდეთ შემდეგ ბლოგს შანხაი.